თუ ოდესმე უდაბნოში შორს ოაზისი შეგიმჩნევიათ, ახლოს მისულ ხართ და იქ არაფერი დაგხვედრიათ, გილოცავთ. თქვენ მარტო არ ხართ. ასტონ მარტინიც ჩავიდა ბაჰრეინში და ხელში ქვიშის ნაცვლად მოჭრილი ხის კუნძი შერჩა. უკვე მე-6 სეზონია ბაჰრეინის საერთაშორისო ტრეკი ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტებს მასპინძლობს. ეს ყველაფერი კი ბარონ მიუჰაუზენის დაუჯერებელ ამბებს გავს. არავისი არაფერი არ დაიჯერება და მუღამში რო შედიხარ მთავრდება. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. წინასასეზონო ტესტები ძალიან გავს იმ გამოცდას, რომლის მეცადინეობასაც თავი შეაკალი. ძილის დაკვების რეჟიმი აირიე, თმა გაითეთრე. დაჯექი, პირველი კითხვა წაიკითხე და მიხვდი რომ შეგეძლო უბრალოდ დაგეძინა. წინა სეზონის შუაში მომატებული მაყურებლები, რომლებიც წელს თავიანთ პირველ სრულ სეზონს დაიწყებენ, დარწმუნებული ვარ მოუთმენლად ელოდებოდნენ ბაჰრეინის ტესტების პირველ ტალღას. ტესტების თავარი მუღამის ხო ეგაა. ყველა გამოვა გვანახებს რა შეუძლიათ და ზუსტად გავიგებთ ვინ ვისეს სწრაფია. აი ეს კიდე ცირკის ნომერია. დაურეკეთ, ეს წინადადება ცოტა ნელა გაუმეორეთ და კლოუნის როლი გარანტირებული გაქვთ. ან ფერაიში კუჩის მომწოდება. რავი გააჩნია როგორ მხატვრულად გამოგივათ. სპორტში ყველაფერი რო შეიცვალა, ეგ ფაქტი წესით გეცოდინებათ. ასევე შეიცვალა გუნდების სადარდებელიც. გულშემატკივრები დღის ბოლოს დაწერილ დროებს ადარებენ ერთმანეთს. გუნდები კიდე იმაზე იჭრილეთენ ტვინს, რატომ არ ჩანს პროგრამაში მანქანაზე დამაგრებული საბურავი. მანქანები, რომლებიც მხოლოდ სოფტებში რენდერების სახით სიმულაციებს გადიოდნენ, პირველ ოფიციალურ ტესტებზე მოუწიათ გასვლა. 2025 წლისგან განსხვავებით, კიდევ არაფერი დევს იქ, სადაც დავტოვეთ. Red Bull თავის ძრავებს აკეთებს. Mercedes კიდე იმუქრება 8 მანქანას ჩავხსნით ჩვენ ძრავებზე ტილკინს თუ არ მოეშვებითო. McLaren არაფერს გვეუბნება და მრბოლელები კიდე დიდი აბათობით ფიქრობენ რა ჯანდაბა სჭირდებათ PhD ინჟინერიაში ერთი ნორმალური საკვალიფიკაციო წრის გასაკეთებლად. წინა სასეზონო ტესტები ძალიან გავს უნივერსიტეტის პირველ დღეს. ყველა ლამაზ ბრჭყიალა ბანკეტის დასაცმელშია, რომელიც ერთი თვის წინ თვითონვე გვაჩვენეს. ყველა რაღაცას მალავს, უბრალოდ არ იცი რას და რამდენით. ერთი შეხედვით სამდღიან ტესტებზე არაფერი საინტერესო არ ხდება. მთელი დღე 8 საათის განმავლობაში მანქანები დაკატაობენ, რაღაც დროს წერენ და ამით მერე რაღაცებს ცვლიან. ზუსტად ესაა ტესტების თავარი მუღამი. უბრალოდ რბოლას მონატრებულ მოგდავ ხალხს თვალები გვებინდება მანქანებს ტრეკზე რო ხედავთ და მაშინვე რაღაცეების ჩიჩქნას ან მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარმეტყველებებს ვიწყებთ. არა და გუნდები ამ ტესტებით რეალურად იგებენ მართლა იქოქება თუ არა მათი მანქანა და ბრიტანეთში იმ 50 მილიონიან ჰაერის გვირაბს ბელაია გარიაჩკები ხო არ აქვს. დამწოლი ძალა 30%-ით რო შემცირდა ეს რეგლამენტის ფურცლებიდანაც ვიცოდით. მაგრამ პილოტები შტორმში ყინულზე მიმავალ მანქანებს თუ შეადარებდნენ თავიანთ თავებს მართლა არავის გვეგონა. სწორედ ამ ყველაფრის მოსაგვარებლად იწურებიან მრბოლელები დღისით და ინჟინერები ღამით, რომ მანქანა სეზონის დასაწყისში სწრაფი და რასაკვირველია უსაფრთხო იყოს. ხოლო თუ მაინც წაგიცდათ თვალი, ჩაწიგწიკებულ დროებს შეხედეთ და იმედები მოგეცათ, შეეცადეთ რომ მალევე ჩაიკლათ. ეს დროები ძალიან გავს საეჭვო საიძე ნანა ხამინდის პროგნოზს. თბილისში თოვა იქნება და ავსტრალიაში ესტებან ოკონი მე-4-ზე. ყველაზე საინტერესო მაინც გავლილი წრეების რაოდენობა და ინტერვიუებზე მრბოლელების სახეებია. ასე მაგალითად პირველი დღე ლანდონორისმა 1.34.669 პირველ ადგილზე ჩახურა. მეორე ადგილზე კიდევ მაქსი გავიდა. უბრალოდ განსხვავებით მისი ბრიტანელი მეგობრისგან, ნიდერლანდებმა თითქმის 2.5-ჯერ მეტი დისტანცია დაფარა. ეს ყველაფერი პრობლემის გარეშე და ტემპშიც დიდად არ ყოფილა განსხვავება. ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვით რომ გარაში ინჟინერებს ტესტს სათავეში ყოფნას ტრეკიდან მოგროვებული ინფორმაცია ურჩევნიათ. იმ შეზღუდული ტელემეტრიით, რაც ფორმულა 1-მა მოგვიგდო, მარტივად ამისახველი რომ ბაჰრეინის სტარტ-ფინიშის მონაკვეთზე მრბოლელები მაქსიმალურ სიჩქარეს სადღაც მონაკვეთის შუაში იღებენ. ამ მდგომარეობას კლიფინგი დაარქვეს და დიდი აბათობით სეზონების განმავლობაში ხშირად მოვისმენთ. შემდეგ კი ელემენტის დასატენად რეალურ სამუხრუჭე წერტილამდე გაცილებით ადრე უწევთ შენელება. რაც მეწრეს გაივლე კიდე ლოგიკურად ხო უკეთეცოდინება შენ გუნდს როგორ დააკალიბროს ჰიბრიდული სისტემა. მეორე დღეს შარლი ყავდა სიის სათავეში 1.34.273-ით. მეორეზე ნახევარწამში ლანდო იყო. უბრალოდ ერთი საფეხურით ხისტი საბურავით. ეს რაც ჩვენ ვიცით. თორე შეიძლება ამ დროის დაფიქსირების მომენტში შარლის ავზი საერთოდ სარიელი იყო. ლანდო კიდე ნახევარის სიმძლავრით მოძრაობდა. გუნდმა სიჩქარე რო დამალოს ლოგიკურად საჭირო ხო არის რომ სადღაც კონდეს. სწორედ ამიტომ სწრაფს ვერამარა ნელ და ნაწვალებ მანქანას კოჭებში უცნობთ. ვერავინ ვერ დამაჯერებთ რომ აუდის, ასტონს და კადილაკს იავარდით მოფენილი სეზონის სტარტი ექნებათ. თქვენ მეყოლეთ იმდენი წელი კარგად რამდენჯერაც ხულკი და ბორტოლეტო გადავარდნენ დამუხრუჭების მერე ტრასიდან. ასევე ტესტების განუყოფელი ნაწილია ფლუორესცენტული საღებავები. აი ის რაღაცა ფერადი რაღაცეები რო აქვს მანქანებს. სიმულაციებს და ტესტებს აეროგვირაბში ყველა გადის. მეტნაკლებად ისიც იციან რა როგორ მუშაობს სასათბურე პირობებში. მაგრამ ერთად ეს ნაწილები რას როგორ იზამენ რთული საწინასწარმეტყველებელია. სწორედ ჰაერისა და ბოლიდის ზედაპირთან ურთიერთობის უკეთ გასაგებად, მათთვის საინტერესო ადგილებს ამ საღებავით ფარავენ. უბრალოდ მთლად საღებავიც არაა, ფლუორესცენტული ფხვნილი და პარაფინია. სხვათა შორის სახში შეგიძლიათ ექსპერიმენტი გააკეთოთ. სანთელი დაადნეთ, ფერადი ფხვნილი შეურიეთ, რამეს დაასხით და სული შეუბერეთ. ან თუ ეგ ეზარებათ, უბრალოდ ძაფები მიასკოჩეთ. რავი, Mercedes-მა ეგრეკნა და აშკარად მუშაობს. სუბსტანცია მალე არ შრება და სწორედ ამის გამო ჰაერი ზუსტად ისე ფანტავს საღებავს, როგორც რეალურად გადაადგილება იგი ბოლიდის ზედაპირზე. ამით გუნდები რეალურ პირობებში იგებენ ყველაფერი ისეა, როგორც უნდათ, თუ აეროდინამიკის სამსახურია გადასახალისებელი. ეს ყველაფერი კი უთხოვა შედეგს იძლევა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა გუნდებიც იგებენ ამ ყველაფერს.
ახლა მე და თქვენ რამდენიც არ უნდა უყუროთ Ferraris დიფუზორს, მაინც ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ აბა Red Bull-ის გარაჟს კითხეთ. აქტიურ აეროს კიდე უფრო ზუსტი აეროდინამიკის ინფორმაცია სჭირდება. ზუსტად ამის გამო შეამშვით მანქანებზე ამ უცნაურ მეტალის გალიებს. სიტყვასიტყვით რო გადავთარგმნოთ აერო ფოცხებია, მაგრამ მოდი უბრალოდ აერო რაკები დავუძახოთ. პიტოს მილები Q-Pro-ის სენსორებითაა აღჭურვილი. ანუ ადამიანურ ენაზე Formula 1-ის გუნდები ზუსტად იმ ტექნოლოგიას და სენსორებს იყენებენ, რასაც ავიაინჟინერიის ხალხი თვითმფრინავის ფრთებზე ჰაერის სიჩქარისა და მიმართულების გასაზომად. ჩვენ შემთხვევაში ეს გალიები საბურავების უკან ყენდება და მილიმეტრების სიზუსტით რეალურ დროში გადასცემს გუნდს საბურავიდან გამოსულ ჰაერის ინფორმაციას. გუნდებს რაც შეეხება ყველაფერი იმაზე გაცილებით ქაოტურადაა, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა. ბარსელონას დახურული ტესტების მერე ბაჰრეინი მეტნაკლებად ხილული გახადეს ორგანიზატორებმა მაყურებლებისთვის. 8 საათიანი სესიიდან ბოლო 1 საათის ნახვის საშუალება მოგვცეს. მაგრამ რაღაც დონეზე ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჩვენთვის. ნახეთ პილოტები, რომლებსაც მოჭიდების საშინელი პრობლემები ჰქონდათ. ლუის ერთ-ერთი ყველაზე შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. ჰამილტონმა ესპანეთისგან განსხვავებით აქ უფრო ცხელად და ქარიაო. ამის გამო ბალანსის პოვნა გაცილებით რთულიაო. ლუის რა გახდა კიმის მერე SF26-ის მორჯულება? რეალურად ტემპერატურა მართლა დიდი პრობლემა იყო ახალი რეგლამენტის ზრავებისთვის. საწალე მოწყობილობის პირველი ვერსიები უმეტესად თვითგადაშენაზე არიან გადასულები. ასე მაგალითად Honda-მ საერთოდ ელექტრული შეზღუდვითი არა ტრასაზე. ჭორები იყო ზრავი საერთოდ არა სრულ დატვირთვაზე სამუშაოდ მზადო. შეიძლება აფეთქდესო. არ ვიცი ეს ყველაფერი ჭორი თუ არ იყო, აბა მაშინ მართლა რატო იყო ამათი ტოპ-სპიდი ასე სასაცილო. არა ბალანსი, არა ზრავი. ნიუი Honda საბრალებს იაპონელები ედრიანის ექსტრემალურ დიზაინს. სტროლმა ტემპს 4 წამით ჩამორჩებითო. ალონსოს საერთოდ კოკპიტიდან ხელსათმანები უსვრია. მართლა ერთადერთი ადამიანია ფერნანდო, ვინც Honda-მ ასე გააწვალა. ესპანეთის მერე აუდით შეიცვალა. გერმანელებმა ესპანეთის დახურული ტესტების მერე საერთოდ სხვანაირი E26 გამოაგდეს უდაბნოში. არა, ლოგიკურად ტრეკი განსხვავდება და აეროკონფიგიც საერთოდ სხვანაირი უნდა იყოს, მაგრამ საიტპოდებისაც აიღეს. მე რამდენად უნდა ვნახოთ გუნდის საიტპოდის უგარეშოდ ახალი რეგლამენტის დასაწყისში. კაი ხო, Red Bull-ი Mercedes ეღადავა, ესეც შეგვიძლია მოგებაო, მაგრამ აი ესენი მართლა ვისთან არიან? 50-50-ზე გვაქვს შანსი იმისა, რომ ძრავმა იმუშაოს? მოდი ჰაერი არ მივაწოდოთ. აბა რას იზამს? საშინელი ტესტები ჰქონდათ გერმანელებს. ძრავი არაფეთქებულა, მაგრამ ბალანსი ყველანაირად დაკარგული ჰქონდათ. ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც Red Bull-ი იყო. ტესტებზე მაინც. მაქსი ყველა შესაძლო ინტერვიუში გამოდის და ამ რეგლამენტს აწაგებს. Formula 1-თან შედარება ცოტა გადამეტება კი იყო, მაგრამ ცუც არ იტყოდა ეს. ოღონდ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მანქანას არ ლანძღავს. პატარა ხრიკის აღმოუჩენიათ. პირველ მოსახვევში დიდი სამოხრუჭე წერტილია, სადაც ყველა პილოტი მეორე სიჩქარით გადის. მაქსი კიდე ამას პირველი გადაცემით აკეთებს. რასაკვირველი აჩქარება სხვებზე ცუდი ექნებათ და ბუქსავების ხარჯზე, მაგრამ აშკარად ელემენტის დატემის გამო ხარჯის გაღება ღირს. ტოტო გამოვიდა და მეო ძმაო, ამათგანო ამასო ნახდად არ ველოდიო. იქო ძრავები მშვენივრად მუშაობსო, მაქსი ძალიან მაგარიაო. ტოტომ საერთოდ ყველაფერზე ილაპარაკა, Mercedes-ზე ხმარ უარ ამოიღო. თელი თვია სერიოზული გაწევ-გამოწევა აქვს FIA-სთან Mercedes-ს. ერთი მხარე ეუბნება თქვენი ძრავის პორშინის დიამეტრი დიდდება და ეგ არალეგალურიაო, აქეთ გერმანელები ეუბნებიან აჰა და გაზომეო. საქმე ისაა, რომ FIA-ს ტესტებაში ყველაფერი რაც იზომება გაჩერებულ სტაციონარულ მდგომარეობაში მყოფ პოლიზე, სადაც ყველაფერი სრულებით ლეგალურია. ზუსტად ასე იყო McLaren-ის ფრთებიც. გარაში ყველაფერი იდეალურად და ტრასაზე კიდე ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს რთულია Mercedes-ის მხარე არ დაიჭირო. ადამიანებმა იფიქრეს, რაღაცა გააკეთეს და მერე უგზალავენ. Mercedes-მა საერთოდ თუ აგვიგზავნოთ ამ ტექნოლოგიას ავსტრალიაზე 8 მანქანას ჩავხსნითო. ისე შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებამდე კიდე 1 თვე გვაქვს წინ. ისეთი ამბებია კელი პიკე კვიატის ბავშვს არა იყვანს ხელში. Mercedes-მა ზუსტად ისქნა ტესტებზე რაც უნდოდა. ზედმეტად თვალში არავის მოხვედრია. თუ რა თქმა უნდა პადოკის კარენს არ ჩავთვლით. მაქსმა აგერ ნახეთ Mercedes-ი ავსტრალიაში რა იქნებაო. მერე გასკდა 20-25 ცხენის ზალა აქვს რეზერვში. მოკლედ სერიოზული ტომრები აქვს ბრიტანელ გერმანელებს. რაც არ უნდა იყოს და რამდენადაც არ უნდა მიყვარდეთ, McLaren-ია უცნაურ მდგომარეობაში. ვერ გაიგებს სად არიან. გამოვა ლანდო ნორისი 150 წრეს გაივლის, საღამოს მაქ შეუვარდება სტრიმზე და ტრიკინს დაუწყებს. მანქანა საჯანდაბაშია ვერ გეტყვით. გონია არც თვითონ არიციან და მაგიტო იგრიჭებიან ყველის ვაჭრებივით. Ferrari-ც აუცილებლად სახსენებელია თავისი უკვდავი ძრავით. ჭორების დონეზე იტალიელებმა იგივე ძრავით იარეს ბაჰრეინში, რითაც ესპანეთში. ლუისი კი მოჟამული იყო, მაგრამ მთავარ-ტანჯულას სახეს დიად უიმედობა არ ეწერა. არ ვიცი დაველოდოთ. ვერც იმეც მოქცევთ ტიპოზებს და ვერც გადაგიწურავთ. გრიდის შუა წელს რაც შეეხება, აქაც საინტერესო ამბებია. Williams-ი გამოიყურებოდა ძალიან კარგად სხვათა შორის. ვიზუალის რა გითხრათ, სომალის და ელ-სალვადორის დროშებს გავს ამერიკულ-ბრიტანული გუნდი, მაგრამ ეს რაღაცა ძალიან საყვარელია. გასტეილი ბარსელონას ტესტები ალბათ სადღაც მაინც დაარტყამ ჯეიმსის ბიჭებს, მაგრამ Filming Days-ზე ბაჰრეინის ტესტების პირველ ტალღამ შვენივრად იარეს. თან პრობლემების გარეშე. პრობლემებს ალპინი ვერ გაიქცა. გონი მოჯადოებულია ეს ამათი ფერები, რა ვიცი. აბა ფიზიკურად არც ერთი Mercedes-ის ძრავი არ გაჩერებულა იმდენჯერ, რამდენჯერაც ფრანგების. უფრო კოლაპინტოს. არ ვიცი, ეს გუნდი რო დადის, ხო სტაბილურად შუაში ამთავრებს ყოველთვის. ალბათ ძალსაც იგივეს იზამენ. თან საუკეთესო ძრავი და პილოტი რო ყავს გრიდზე, ალბათ ყველაფერი უფრო მარტივი იქნება. თან ფრანგებს მართლა უცნაური უგანაფრთა აქვს, სხვებისგან განსხვავებით. თითქოს მთლიანად იღება და წინაღობას საერთოდ აქრობს. მესამე მიდლფილდის გუნდი იყო კიდე დამაიმედებელი. ესტებან ოკონი ადგა ყველა წრე გაიარა ჰაასით ბაჰრეინში. თან ინტერვიუშიც ბედნიერი ჩანდა. ტრადიციულად კარგი იქნება Ferrari, კარგი იქნება ჰაასიც. Racing Bulls-ი არაფერს ვიტყვი.
Red Bull 3.6 ამოაკელდა და იგი იქნება ზუსტად. აი, ქვესკნელს რაც შეეხება ამ მონაცემებით ყველაზე დიდი ალბათობით Aston-ისა და Audi-ის შორის იქნება გათამაშებული ბოლო ადგილი. ტექსტის წერის დროს თავიდან კადილაკის მეწერა, მაგრამ შინაგანმა ძალამ მიკანახა მერე ამოიღე ეგენი რამე სიზამენი. ბოლო-ბოლოს Super Bowl-ზე გავათენი ამათი ლივერის გამო. დკრა იქნება. სეზონის prediction-ზე ცალკე გავაკეთებ ვიდეოს, მაგრამ დიდი ალბათობით პირველ 4 ხელს Mercedes-ი, Red Bull-ი, Ferrari, McLaren-ი გაინაწილებენ. შუაში Racing Bulls-ი, Alpine-ი, Williams-ი, Haas-ი დაჭამენ ერთმანეთს, მერე იქნება Cadillac-ი და ბოლოში Aston-ი და Audi. არ ვიცი, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ქულებს კიდე აბუდაბის მერე. 3 დღის და უამრავი გავლილი წრის მერე მაინც არ ვიცით სად ვარ. Win Visage Career სად არის განხეთქილება, მაგრამ სეზონი რო პირველივე რბოლაში Nico Hülkenberg-ი ამოტრიალდება, ამას წყალი არ გაუვა. ეს ბოილდები ელექტრონიკაზე უფრო არიან დამოკიდებულები, ვიდრე დედამიწაზე ყველა YouTube short-ზე მიჯაჭვული ბავშვი. Aston-ის გაგრილების მოგვარებამდე არაფერი გეტკინოთ, გაკოცეთ ჯუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.